საღამო მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო პუბლიკა, ჩვენო ერთგულო მაყურებელო. ახლა საღამოს 10 საათია, ეს რუსთავი 2-ია და თქვენ უყურებთ ბატა და ნიკას შოუს. ბატა და ნიკა შოუს კი მუსიკალურად ამხნევებს და თქვენს კეიფსა და დროსტარების განწყობაზე ზრუნავს ქსორარები და გიორგი შოშიტაშვილი. ძალიან სასიხარულო ამბით გვინდა დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. მართალი ანონსებიდან უკვე შეიტყობდით, მაგრამ ამ შოუში გაგონილს კიდევ უფრო სხვა ფასი აქვს დამეთანხმებით. 16 მაისიდან, ანუ ზეგიდან, თქვენი საყვარელი ტელესერიალი მიხო და მარო რუსთავი 2-ზე ბრუნდება. აი დედავო, კი არა და უკაცრავად. დიახ, ამ შაბათს და კვირას უკვე რუსთავი 2-ზე გაგრძელდება ის სეზონი, რომელიც კომედი არხზე გადიოდა. დიახ, ახალი სერიებით ბრუნდებით რუსთავი 2-ზე. კეთილი და პატიოსანი. სერიალი ბატა და ნიკას შოუსი არ იყოს, საღამოს 10 საათზე დაიწყება. ანუ 9 საათიანი კურიერის შემდეგ და აბა თქვენი წით არ გამოტოვოთ და მე არ დამერეგოთ მომიყევი და რა მოხდა და აი ხა მაგას თქვა არ უნდა ჩემო ნიკა. ვინ გამოტოვებს მიხოს და მაროს? არ გადამრიო თან რა სერიები უწევს? ანუ სასაცილო იგულისხმე. არა, ბოემიკა. რა თქმა უნდა, სასაცილო. შენ თუ იცი ჩემო ნიკოლოზ, რომ მიხო და მაროს ყურებისას ნახევარ საათში სიცილისგან უფრო მეტ კალორიებს ხარჯავს ადამიანი, ვიდრე კილომეტრიანი სირბილისას. ხო? ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიგული ეს ამბავი? არა, მე გეუბნი. აი გუში სამონტაჟოში ხო ნახე მიხო და მაროს ახალი სერიები. მე ამ დილითაც ვუყურე და 2 კილო მაქვს დაკნებული. შემომხედი, არ მეტყობა? ძალიან, ეგ ისე მაგარი მითხარი. ამ შაბათ კვირას რო ვნახავ, მე გადავახვევ, კიდევ ვნახავ. შემდეგ შოუს ჩაწერაზე შევეჯიბროთ, ვის უფრო ექნება დაკლებული, ნახებ, ვიქნები როგორც იმერეთ შედგენ ფარჩხზე გადასაკიდებელი. ხათა შორის გიოშენს ვატყი არ იქნება ურიგო. 10 კილომეტრი არ არის მაინდა-მაინც საჭირო ირბინო, დაჯექი და უყურე რუსთავი 2-ზე 16 მაისი და საღამოს 10-ზე მიხო და მაროს და გახტები. რა გითხრა მეტი? არადა წონის დაკლება საჭიროა. სანამ დაცხება, როგორც მეცნიერები ამბობენ, 2026 წელი ყველაზე ცხელი იქნება. ეგ მეც გავიგე და ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის კონდიციონერების ქარხნებმა მეცნიერები ფულადი პრემიებით და თითო კონდიციონერი დააჯდა. ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, რაც შეიძლება მეტი სითხე მივიღოთ. შეხედე როგორ გაებადრათ სახე, გაუხარდათ. ლუდი არაო, სითხე, წყალი იგულისხმე. ამთლად მასეც არ არის ჩვენი ქართველი კაი პურიმშჭამელი მეცნიერები გვირჩევენ, როდესაც დიდი სიცხე დაიწყება, მხოლოდ ჩაციებული რქაწითელი და ძიძგაც ოლიგაური შეგვიძლია მიიღოთ. აი რა ვითარ შემთხვევაში არაყი და ჭაჭა. აგა შენა ღმერთმა, მაგას რაჯობია. თან აჭარლებს ზაფხულში კაი ტურისტული სეზონი ექნებათ. მაღალ ტემპერატურაზე ხო გზა გაფართოვდება, შესაბამისად საცობებიც აღარ იქნება. კი და კახეთში პირდაპირ მოხალული მზესუმზირის მოსავალს აიღებენ. მოკლედ სანამ ძალიან დაცხება, მანამდე ასტროლოგები იძახიან, რომ მაისში მეტეორული წვიმაა მოსალოდნელიო. მე რომ მიყვარს ის სიმღერა როგორ უნდა ვიღერო, მე გაზაფხულის წვიმა მიყვარს მაისის თქეში, მეტეორი რომ მოხდება უცებად პრეტიში. მაისში პაემაზე შეყვარებულს თამამად შეგიძლიათ უთხრათ რომანტიული ხმით. ეს ვარსკვლავები შენთვის მიჩუქნია, ჩემო ძვირფასო. და ეგება მაგდროს დაემთხვეს და მოხდეს თავში რომელიმე იქვე ჩამოვარდნილი მეტეორი. გატაირება ის ქალის ციყარა. რას ლაპარაკობ? მოიცა, მან გრამატიკული შეცდომა, მე მგონი, მეტეორული წვიმა კი არა, მეტეოროლოგები ამბობენ წვიმა მოსალოდნელიო.
მაგათ ხო წერა ვერ ვასწავლე რა ნორმალურად. არ ვიცი რომელმა აკრიფეთ ეს ტექსტი 20 ლარი დაქვითულია ხელფასიდან ეს ნამდვილად ვიცი. მოკლედ არ ვიცი. აგძელე. კი შეგვჭამეს ამ მეცნიერებმა კვლევებით, მაგრამ ესეც უნდა ვთქვა. მამაკაცები პლანეტას უფრო მეტად აზიანებენ თურმე ვიდრე ქალები. არ იქნება ეგ მართლა. ქალები უფრო აზიანებენ, მაგრამ კაცები ჩვენ თავზე ვიღებთ. ეს ის ამაში, ეგრეა წესი. და ქალები რატო არ აფუჭებენო, ვითომ შილაკი გაუფუჭდება? თუ რა ვერ გავიგე. ნავთობს მამაკაცები მოიპოვებენ, ალმასებს, ბრილიანტებს, ოქროს და სადმი აქვს შემდეგ თუ იცი ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა ქალთან. მაგათ გამოა რომ გადავთხარეთ აქაურობა. კი ბატონო, ანუ ქალის გამო ვაზიანებთ რას? დედამიწა. არა, ეს აშკარად ქმარზე გაბრაზებული ქალი მეცნიერის კვლევა. დასკვრაში რა წერია, იცი? კაცების უმეტესობას აისბერგის დნობაზე მეტად ის ადარდებს საყინულეში ლუდი რომ მალი არ ცივდება. აი, და უნა არა რაც მე აისბერგზე მაქვს დანერვიულე. კაი ამბავს გეტყვი. ალიასკაზე შემოიღეს კანონი, რომელიც ხმაურს აკრძალავს. ხალხი იქ დასასვენებლად ჩადის და წყნარად იყავითო. სადადის კაცო ხალხი დასასვენებლად არ გადამრიო. რა ჯანდაბა მინდა ალიასკაზე დასასვენებლად, აი რანაირად. რა ვიცი მე, ანუ რა გამოდის ალიასკაზე ტყეში რომ დაიკარგო, არ უნდა იყვირო, თორემ ჯარი ვაიმხელა, გლებმა შეგჭამონ ჯობია. ამიტომ ყავს ალიასკას საფეხბურთო გუნდი, თორემ გოლის დროს მთელი სტადიონის დაჯარიმება მოუხდებოდა. რას ლაპარაკობ? კი, არც ოპერა აქვს ვაგაჭირებულებს. ისე მან თამადობა იქნება მაგარი. სმენა იყოს და გაგონება და სიჩუმეს ყვირილი არ მოგიწევს. ყველა ჯუმად. აი ხა დავფიქრდი და ამ ზაფხულს ალიასკაზე წავიყვან სიდეთს დასასვენებლად. მეც დავისვენებ და ყურებით. უი, რა გამახსენდა ისე ჩვენი თეატრის გასტროლს ხო ვაპირებდით ალიასკაზე ჩვენ. იქ თან ხმამაღლა და ყვირილით ლაპარაკო და რა უნდა ვქნა მაგდროს. არ ვიცი მე $2000 ნამდვილად ვერ გადავიხდი და რა ვიცი გავარებოთ და პანტომიმად გადავკეთეთ ბოლო-ბოლო. ეგეცი არ არის ცუდი აზრი. მანამდე კი 23 და 24 მაისს შემოძვირფასებო გელოდებით პაატაგულიაშვილის კომედიის თეატრში უკვე სეზონი მთავრდება, ბოლო სპექტაკლებია და რამდენიმე ბილეთიც დარჩა. კი ბატონო. მოკლედ 23-24 ამ სეზონზე ბოლო წარმოდგენები გელოდებათ და რა თქმა უნდა ზუსტად ვიცი რომ ბილეთები შეიძლება საუბრობთ და უკვე არა, მაგრამ მაინც ვიცი რომ უნდა შეგახსენოთ მათ ვისაც ელოდება, ვინც ელოდებით მოკლედ ამ ინფორმაციას. ახლა კი კრიმინალური ამბები. ხაშურში საათების მაღაზია გატეხეს. კაი, კაცო. და ზუსტად რომელ საათზე მოხდა ძარცვა ნეტარი? არის? ყველა საათი წაღებულია. საიდან გაარკვევა? ერთი ისიცია რომ ძარცვას მანქანაში ქონია ჩართული ის სიმღერა. დრო-დროზე ჩქარა მიკროდა. ასევე წაღებულია თურმე ცოცხალი თევზი, 2 ბოთლი არაყი და ზეხვის საექიმო. ჯამრთელობაზე ზრუნავდნენ ეთყობა. ვიცი. საათების მაღაზიაში რა უნდა და ცოცხალ თევზს. ზეხს და არას. აბა საათს არა ვიღიდულობს ხაშურში. რა ეკეთები და გამყიდველებს. როგორც ამბობენ გამოძიებამ ცხელ წიწაკაზე დააკავა მძარცველები. დაიჭირეს? ყოჩახ რამდენ ხანში? იმ საათში. ახლა ისეთი ამბავი უნდა წავიკითხო, შენ რომ არ გესიამოვნება მაინც და მაინც. ისმენ? თელავში. რა გინდა, ეხა არ მოიგონო არაფერი. თელავში სტომატოლოგმა პაციენტს შეცდომით ჯანსაღი კბილი ამოუხო. კარგად წაიკითხე, გურჯანი ეწერება მანდა. რა ვიცი, თელავი წერია ძმაო მე. მერე წაიკითხე გურჯანი, ვინ გამოწვევს, რა გინდა კაცო? კაი დროსია. აი რა მოხდა მერე? გააგზე რაღა აზრი აქვს თქვი უკვე. მოკლედ ამ პაციენტს ანესთეზიაზე უარი უთქვამს. ნემსის მეშინიაო და ექიმის და ისიც ჭაჭით გამომთვალა. აბა რა ეკნა ახლა ექიმსაც?
მარტო ხო არ დალევდა კაცო პაციენტი არ არის ეგ წესი კარგა მოკლედ კარგად რომ დათვრენ პაციენტს უთქვამს ბავშვობაში რომ მეუბნებოდნენ ამოღებული კბილით აქვს უნდა დაანახო და კაი კბილი ამოგივაო მართალია ეგო და ამან რატომ ხავს აქ ამდენი მირთხები თუ იცი შენო პანდრო დასწრებია ბეღამშია რატო დარბიან აო კაი რა გურჯაში მოხდა ეს ამბავი გურჯანში იტყვება ხალხო იმიტომ რომ ასე იყოს მოკლედ პაციენტი კბილის ექიმთან შესულა როგორც სოსოს ისაური და გამოსულა შაშაშიშაური არა და მეც როგორ მეშინოდა ბავშვობაში კბილის ექიმის ხო გეტყობა იმიტომ გავს ყველა კბილი პირში შაციკციკებული არა და დედაჩემი ხან ნაყინს პირდებოდა გიყიდიო ოღონ წამოდიო ხან დონალდოსკევას გახსოვს რა მაგარი იყო დონალდოსკევები ან ის რო იყო გლიასე რა მიყვარდა ბიჭო გლიასე არ იყო თელევიზიაში არა აქ რო ჩამოვიდა მარტო იქეთ გვიყვარდა ჩვენ რაღაც ნოსტალგია შემოგიყვარა და მართლა ხო არ ბერდები რა მოგივიდა რა მეტყობა ხო დამერების ეს ჩაღარა ხო არ გონია შენ უბრალოდ ისეთი ქერავა რომ მასე ჩანს თუმცა პედა გიორგიმ სწორედ ნოსტალგიურ თემატიკაზე გავაკეთეთ ისეთი კარგი სიმღერა რომ ძალიან მოგეწონება შენს და ჩვენს მაყურებელსაც მე ამას მიმალავდი შენ გამაჯახარავ მომზადით ბატონო აგერ და მოგვასმენია რა სიმღერაა ვინ არის რა გინდათ კარგი სიმღერის პრემიერა ძველი სურნელი შემორჩენია და ძმა ბიჭები ისევნელია ეს ფიქრი გულით დამაქვს შენ ვაცოცხლებდით ქალაქს წარსულის გზნობა შემომერია ეს ფიქრი გულით დამაქვს შენ ვაცოცხლებდით ქალაქს წარსულის გზნობა შემომერია ერთმანეთს მონატრების თვალით ვუყურე ჩვენ ერთად გუგუნე მახსოვხად რომ გავიდეს წელი 1000 დრო კი ბავშვობის რასრაფად გადის ერთმანეთს მონატრების თვალით ვუყურე ჩვენ ერთად გუგუნე მახსოვხად რომ გავიდეს წელი 1000 დრო კი ბავშვობის გადის და გადის ქალაქის სიყვარულით არ დავიღლები და მაგონდება ბავშვობის წლები გულში დარდი ქრება ყველას გვემღერება დღესაც ერთად ვართ ჩვენი ბიჭები გულში დარდი ქრება ყველას გვემღერება დღესაც ერთად ვართ ჩვენი ბიჭები ერთმანეთს მონატრების თვალით ვუყურე ჩვენ ერთად გუგუნე მახსოვხად რომ გავიდეს წელი 1000 დრო კი ბავშვობის რასრაფად გადის ერთმანეთს მონატრების თვალით ვუყურე ჩვენ ერთად გუგუნე მახსოვხად რომ გავიდეს წელი 1000 დრო კი ბავშვობის გადის და გადის თვალით ვუყურე ჩვენ ერთად გუგუნე მახსოვხად
რომ გავიდეს წელი 1000 დროგი ბავშვობის რა სწრაფად გადის ერთმანეთს მონატრების თვალით ვუყურე ჩვენ ერთად გუგუნე მახსოვხართ რომ გავიდეს წელი 1000 დროგი ბავშვობის გადის და გადის გენაცვალეთ თქვენა როგორ ხართ თავარ ახადება მაგით მოგესალმებით ჩემო კეთილებო და კარგებო ხო ხართ გადასარევად დღევანდელი ჩვენი მისალების სპონსორია სიფთაზურაი ბუტკა მასკვიჩი არამე იგეთი თუ გადასატანი ნუ ეხლა რაც ტაჩკაზე არეტევა რა დაურეკეთ ზურაი მაგის ტელეფონის ნომერი ღობეზე აწერია კლუბთან აცხობებს ანა დაუძახეთ შინ იქნება რავი თუ არა და რავი როგორცა აი დავიწყვა რეგიონალურების მოხელო თუ დაიწყებ მიდი კაცო შენ დაიწყე მე ისედაც აქ ვიწევს ყოფნა შაფათქვირაობით ხო იცი ეგრება ვიცი შენა რა მიხოდა მარო კომედი არხიდან ისევ რუსთავი ორზე ბრუნდება მაშა და რას მელაბარაკები მეჯო მართლა დედა ასე თუ რამე გამეხარდებოდა მე არ მეგონა შემოძამია დაიცა კაცო რა სიძახი კაცო ხო იცოდი რა შეიცხადე არ გითხარი მეჯო მასადე შეოჯახაშენებულ ვამძაფრე პატარა მოვლენებს მედია ფსიქოლოგიისაზე არა ხარ შენ და მანდ რა გამძაფრებაუდა ვიო თურქულ სერიალზე იქერა ვლაპარაკო მიხოდა მარუა აი ხოდა მოკლედ არა ყოველ შაფათკვირას საღამოს 10 საათზე 9 საათიანი კურიერის შემდეგა ისევ რუსთავი ორზე 16-ში დაიწყება მაშა მიდი ეხლა დასაგინა გადადი მაგიდან სოტრინო ყველაზე მაგარი ამბავი რაც იყო კეთხვი ძაბიადა კაი ბატონო დავიწყებ სპორტული ამბების მიმოხილვით მიდით კაცი ჩვენი სპორტული მიმოხილვის სპონსორია ანზორას მსხლის არაყი ანზორას არაყი გამბედაობა იმატებს ყოველ ჭიქაში რეკე გაგაძოძგინებს ჩვენი სოფლის სპორტულმა მიღწევებმა სოფლიო გააოცა მაგალითად ჩვენ სოფელსა ერთი წყალში მხტომენიც არ აქვს საოცარია რიგაც სამაგიეროდ გაიმართა ჩემპიონატი დოინჯით გვერდზე ხტომაში სადაც გაიმარჯვა ელდარია ნამორაძე ეგრა ნამორაძე ელდარა რავია ეგ რომელია იცი შარშარო გაიმართა შეჯიბრი შორმანძილზე სირვილში რაიონული ტურნირი რო იყო და გამარჯვებულ სამი დღე ვერ მოულობდნენ ისე შორს რო გაიქცა იქ არის გამახსენდა მაშინ მე გავაგრძელე ამიერ კრავკრავსი ჩემპიონატიდანა ბადროს მტყორცნელი ბიჭები ჩვენ სოფელში ბედნიერები დაბრუნდნენ საპრიზო ადგილები აუღიათ აი ერთია რომ ბადრიკ რაძაშვილი იტკიებს ცოტა თავსა ხელი დროზე ვერ გაუშვი აი ბადროს თვითონ და ეთქვა საყირალ და გააკეთა ყურყუმალა დედა საწყარი ვაგრძელებ კარატეში გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონატი სადაც ჩვენი სოფლის წარმომადგენელმა ვატია ნამორაძემ უშეღავათო ბრძოლაში დაამარცხა ჩინელი სპორტსმენს ბოდიში ახლა მათყობინομαι რომ სტარი ინფორმაცია მქონია ვატიას ლაფათქით უცემია ჩინელი მუშა რომელიც რიკოტზე ბეტონზე მუშაობდა აჰა კი ბატონო ნუ ყოველ შემთხვევაში გამარჯვებულები ვარ ეს დამორაძე ყოჩა მოკლედ ახალხო ფიზიკში ჩატარდა კრივი ფინალი გაიმარჯვა გუჯაიბიჭმა რომელმაც ბრძოლის შემდეგ მეტოქი დაასწრო და პირველმა აწეინა მსაცხელია კაი უქნია აბა ისეთები იყვენ ორივე ნაჟეჟი სახეზე ვეღარ ცნობდა მსაჯი ვერსებს რომელი იყო და ბოლოს
დილოსა ტრუსიკის ფერითღა ამარჩიეს. გაარჩიეს. პირველად მეიხსნა ჰუსეინ ბოლტის რეკორდის სირბილში. გულოცავ თავღია გოგიას ვის კიდევ კარგი ნაგაშიძეების ძაღლი გამეეკიდა თუ არა რას მოხსნი და მარეკორდს მე ვინახავდი აქ. აი დიდი ძაღლია რა. ოი ტერზეცა ქვია. სოფელ ყიტაანში ჩატარდა ჩემპიონატი ჩოგბურთში. სადაც პირველ ადგილზე გასულსა გადაეცვა მცხვარი და ოციანი, მეორე ადგილზე გასულსა ციკანი და ათიანი, ხოლო მესამე ადგილზე გასულსა პატარა წიწილა და ჩეკუშკა. ჩატარდა ჯოტია. არა, მესამე ადგილზე. სამე იზდება იზიზილაზე ვაცალე. ჩატარდა ჯოტია ცავას სახელობის ტურნირი ქვის სროლაში. ფინალში ჯანდაცვა. ფინალი ანზორასა და ჯემალის შორის გაიმართა და დამთავრდა ფრედ ხაგაბეილი. ოლიმპიადაზე კასპერ მშვილდოსნებსა დიდი წარმატება ელოდებათ. აცხადებს რობი გუდავალიკო. მეორე სვირის გამგეობამ სოფლის წყალბურთელები დააჯარიმა. მეორე შვირი ხო? პირველი და მეორე. რომანა ცხოვრობს, რომანა ჩვენი, დააჯარიმა გამგეობამ წყალბურთელები. რათო? აცადეთ ნახირიდან დაბრუნებულ ჟროხებს წყლის დალევა და მერე ჩახდეთ მაგდაბაში და იწყალბურთავეთაო. ეს გაიმართება მატჩი ფოთის კოლხეთსა და დუშეთის არაგვს შორისა. დღეს გაიკვევა ფოთის კეფარი ჯობია თუ არაგვის კალმახი. შენ ვისკენ ხარ თუ? გეტყვი? საიდუმლო არა. გეტყვი მემრე მიკერძოებაში რა ჩამემეთვალო ეხლა მერე გეტყვი საზოგადოება ვარჩარი საცხელო ამბავი. გურჯაანის საფეხბურთო ნაკრები ვერც ამჯერად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ვერც ეგ და ვერც იტალია. დათარსულები არიან იტალიელები და გურჯაანელი. გეუბნებ მე შენ სამაგიეროთ? სამაგიეროთ? ხარაგაულში დადგეს ფეხბურთელის ძეგლი წელს ქვემოთ. როთა? რადგან ყველა ფეხბურთელის ძეგლი თავისი ეგონოს. გასაგები. ჯუგაანში უნდა ჩატარებულიყო ფეხბურთის ჩემპიონატი ქალებს შორისა, მაგრამ ჩაიშალა. დროზე ვერ შეტახდნენ, კაცო. ორგანიზატორები იცოდნენ საღამოს 8-ზე დაიწყოს თამაში. ქალები ამბობდნენ, კაცო, 6 ჯობია. ჩემი ხელი რომ თრალი მოა საღამოთი, რო და მიმარტო ხელებს გამამშვები აგარე თუ არა. მოკლედ ჩაიშალა. გურიაში ჩატარდა ფეხბურთი ცოლიანებსა და უცოლოებს შორის. ენაცვალი. ცოლიანებმა კი მეიგეს, მაგრამ მაინც უცოლოები სვამდნენ. აბა იგეს ვიგაბოუშოხდა საღლი და. უიმე, მაგაზე გამახსენდა დინამოს და მის ახალ მწვრთნელს კი უნდა მიულოცოთ გუშინდელი დღე. ხო, გუშინა 13 მაისი. დინამო თასები თასი აირო 45 წლის წინა აეგამდა. ეხა მე კი არ მახსოვს პატრა ბალაღი ვიყავ მაშინ, მაგრამ გადამოცემით ვიცი. აი ამბავი ატყდა მაშინა და როგორი ზეიმები იყო მთელ საქართველოს დუნგი დუნიაზე. შენ კი გემახსოვრება ერთი 30 წლის იქნებოდი მაშინ არა? 32. იდე გაის რა წლის ვიყავი, თორე 30 წლის რო ყოფილიყავი. 3 თვე ყანც ვერ გამოვლიდავდა ხელიდან. ეგრეა, მათაჯორის. მაგ 13 მაისის მერია რომ ქართველებისთვის რიცხვი 13 თარცი აღარ არის, გაიგე? 13 ამბა. კი და გუშინ, სხვათა შორის რატომ იკარი პურმარილზე ხელი? რა პურმარილზე გიკარი, კაცო, შარზე ხო არა ხარ? რა და ბიჭო და დინამო ბროთასების დასია იყო, იმის 45 წლის დავი რო აღვნიშნეთ, მაგაზე გეუბნები. დედა, იმდენი დავლიე, ვინ მიმიყვანა სახში, სამი ნომერი იყო, 9 ნომერი იყო, გარემარბი იყო. გეტყო, ბარო არ გახსოვში. მაქს უფრაზე თამადა მე არ ვიყავი ბიჭო. ნატყუე მაგა რაღაცა შეძამია. თუ მეიცა, კაცები. კი, კაცო, შენ იყავი, ახლა გამახსენდა ბიჭო. რო გაღვეზებოდი, დინამოს სიმღერა მიუძღვრა თქო. ხაშაბარო ვერ გამოგელიჯე რანჭიდა. ბიჭო, მესამე სადღეძლო მქონდა ჯერა ნათქვამი და რა მომღერებდა. მე 20-ს მემრე ხო ვიმღერე, კაცო.
ვიმღერე? ვიმღერე, თო? მე არ მახსოვს ამია. გინა ვიძეოგა ჩვენო? მაჩერება. მარე მაგარ მაყურებელსაც უღეროთ, აგერ ეს ზემოვნება. რა სიტყვი შენ? არ არის პრობლემა, შუს მერე დავკრათ. შუს მერე იქნება. 45 წლის წინა დინამომ რომ გაიბრწყინა ასების თასს მოერგო მონდომება მასზე იცი სულ დაიბნა კარცაისი გონზეც კი ვერ მოეგო კიდევ გვინდა გამარჯვება მითონ მოიყვანეს კეცბა იმედიანა და ვარათო დინამოს უხვიგლებით გრანდებსაც გავეტოლებით ლიგამდეც მივალთო დინამო 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 ვიბრძოლოთ ვიფრინოთ ბიჭებო 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 გამარჯვება ბიჭებო 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 გამარჯვება ბიჭებო ვეზრდებიან არწივები წინ გველოდება თასები არის დიდი შანსები ბავარიას ბარსელონას ლივერპულს თუ ჩელსი რომას აურიოთ რამსები ხიმილიანი გვაქვს სახე ქართული ფეხბურთის სახელს უფრო შორს გაიტანენ მოგება გარდაშინაც მერე უეფა შტაბინას ჩვენთან გადმოიტანენ დინამო 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 ვიბრძოლოთ ვიფრინოთ ბიჭებო 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 გამარჯვება ბიჭებო 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 გამარჯვება ბიჭებო საქართველოს სიყვარულით მოგვანიჭეთ სიხარული არ მოიკლოთ შეტევა ერთად იყავით იმაზრზე დინამოელთა ბაზაზე ბევრი თასი ეტევა კიდევ ბევრი წარმატება უამრავი გამარჯვება ამას რომ აჭირდება ხარსაგიბავთ კომაგები მინდორზე გახდით ლომები არ გაგიჭირდება დინამო 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 ვიბრძოლოთ ვიფრინოთ ბიჭებო 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 გამარჯვება ბიჭებო 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 გამარჯვება ბიჭებო მოკლედ ჩემო ნიკოლოზ უკვე დადგა დრო აბა სტუდიაში მოვიწიოთ ადამიანები რომლებიც ამ კარგ სერიალს ასე წარმოადგენენ ჩემო კარგო და ხალხი რომელიც ჩვენმა მაყურებელმა შეიყვარა აუცილებლად მოკლედ ბევრი საუბარი ამას არ უნდა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან მიხო და მარო სერიალის მსახიობები ესე მეგონა რაღაცა პანაშვიდის მაგვარს მიგებით რამდენი კოცდა გეგემ ხო იცი რა თქმა უნდა შემოდიო საპატიო ადგილზე მე ნუ გამიშვეს პირველი მკვდარი ვარ მაისო კარგა ბოლოს გამოვა სიცხვილე მკვდარმა დაიწყოს ძალიან სასიამოვნოა მეგობრებო მოკლედ მიხვდით ალბათ და იცით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრობის მიზეზი არის რა
რომ უკვე 16 მაისიდან კურიერის დამთავრების შემდეგ საღამოს 10-ზე რუსთავი 2-ზე მიხოდა მარო. ესე იგი არსად გასაშვები ესენი არ არიან გადავალ თაგერ კომედია ხსევდა ამდენი ხანია როგორც შეიძლება დაარჩენ იქ და სანამ არ მივაკითხე და ვაცამუცით გადმოვიყვანე აქეთ არა ვერ გელწელით მაინც ესე იგი როგორ არის იცით შემონიკოლოს რომ მე ვთხარი არ გეცვათ მეთქი მიხოდა მაროს იქნება რამენაირად მეთქი გამოიჩინოთ თავი ეთყობა ამათმა ვერ გაიგეს ამათ ძალიან გაიგეს ნამეტანი შეგადა მიცვალებული ეძახე შედა ყველაზე სტაბილურად ჩაცურება შევიგეგება წეწვა გლეჯვა გვაქვს რა ნუ მოგეხსენებათ რომ ეხა კახეთში ვითარდება მოქმედება და შესაბამისად ხშირია ეხა სახლში ამბავი რომ ხალათში იყვნენ და ამ შემდეგ და წეწვა გლეჯვა გვაქვს ქალბატონ სიდეს და მე რომ სულ უნდა რომ ლამაზად ეცას მეუბნები არ არის ასე რაღაცა სახლში ხარ ამბავი და დღეს ასე ბდღვიანით შემოვიდა ქალბატონი ეთე მოთხალი ვიყო რარი ვარ ვერ ვიღებ ხმას გოგონებო და ბიჭებო რა ვიცი ძალიან გამიხარდა მე თქვენთან ერთად და მინდა რომ ესე იგი ძალიან მაგარი სერიები ელოდებათ და გელოდებათ ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რა თქმა უნდა გადაღებები არ გაჩერდება ივნისი და მიხარია რომ ჩვენ მშობლიურ არხს სადაც ეს სერიალი დაიბადა უბრუნდება და მოკლედ კიდევ ერთხელ ინფორმაციისთვის ვართ ჩვენ ეს ბლოკი და სანამ ეხლა ხუმრობებზე გადავალთ ამა თუ იმ ისტორიებზე რომ მეტი ხალისი მივცეთ დღევანდელ გადაცემას კიდევ ერთხელ გეტყვით რომ უკვე შაბათს და კვირას რუსთავი 2-ზე საღამოს 22-ზე მიხოდა მარო მოდი ახლა ცოცხლებიდან დავიწყე რა. რთულია ახლა უცბად მოხდა ეს ყველაფერი. კი, რამოდენიმე მაინც უნდა თქვა, ცოცხლებმა მერე გადავალთ, თვითცვალებულს მერე ისევ ცოცხლებს დაუბრუნდებ. როგორც უბრაზია რა ჩვეულებრივი. მოდი აბა ქიშვადას ბიჭო, დიდი ხანი არ ყოფილხარ და გეხარდებათ კე სოფელში. კი ბატონო, რა სამო ბიჭო. სად გაიდიხარო, მეუბნეუნე, სად გაიდიხარო და კომედი არხის სხვათა შორის აი ძალიან გამიხარდა რომ რუსთავი 2-ზე დავბრუნდით იმიტომ რომ ეგ რა ნომერზიაო პულტზე რომელ უნდა დავაჭიროო და მე რა ვიცი ყველა ტელევიზორ თავისი ის აქვს მეუბნებოდი კაცო მე რა ვიცი გინდა 5-იან დააჭირე გინდა იმათ სად უნდა გიყუროთო მეუბნებოდნენ და ეხლა სულ ყველა ვიცი რომ რუსთავი 2 რომელზია და ძალიან გამიხარდა რომ დავბრუნდით მადლობა ყველას მადლობა პირველ რიგში ჩვენ მაყურებელს რომ მათმა განაპირობეს რეიტინგიდან გამომდინარე რომ ეს ჩვენ აქ ვართ რა თქმა უნდა მოკლედ ეხლა ხო სუდალევაზე და ლოთობაზე მალაპარაკებ ხოლმე ეხლა ჭამაზე უნდა ვილაპარაკო კი ბატონო სხვათა შორის ძალიან სხვადასხვა თემებია ერთმანეთისგან და შორს არის რა მოკლედ ბიჭო ჩვენებურები იყვნენ ყოჩაღები რა აი უმოწყალო მჭამებლები, აი მჭამელები ისეთი რომ რავი, აი დაუნდობლები რა. წავიდნენ ქელეხში, გვერდზე რაიონში და ჯერ ხო იქ ხო განახერგეს ესე იგი სინი ვერ გააცილე რა, რაც აქამდე ამათამდე მიდის, სუთითონ აი ჭამენ ყველაფერს. იქიდან დაბრუნდნენ და მატარებლით ვიყავითო ერთ-ერთის მონაყოლია და მე რო ჩამოვედითო სადგურშიო ხინკალი კეთებულა 20 ხინკალი ვჭამეთო. კიდე 20 ხინკალი ჭამეს ქელეხიდან მობრუნებულებმა და ერთი ავიდა და უშუქობა რა. ეგრე ხელით ეძება მიკლუ ჩატელი უხდება რა. როგორც უხდება ისე მოყე. მიკლუთან რომ ვერ იპოვა. ბარბაცით წამოვიდა და ეგრე მაგიდათან დაჯდა. ხელების ცეცებით იპოვა რომ პური და მარილი და სუფრაზე და მწვალილი. აიღებს ამ მწვალილ მარილში ჩააწობს და პურს არ მწვალილს აჭამს. კიდე ბიჭო ამ ქელეხიდან 20 ხინკალ დაჭამ. აი ამ ჭამაში დეეძინა და ძილით ცოლი აიგრე აჯანჯღარებს. ვაი შენ მოუკვდი შენ პატრონსო, შელოთო, შეამოსაგდებო, შეუარგისო შენაო. რაგინა ქალო რა ხდება? რა თაუში ხბო? არა ქალო რა ხბოა უშიო. მარა იყო შემეხდასაცემო აი ხ მაგიდაზეო 2000 პამიდური ჩითილი მე და საწავდა
ხალი ხაბე პავიდრი ჩიტილი ჭამა ბიჭო ორი ვარილი პავიდრი ჩიტილი ეხლა ის ეხლა სო მიხაზე მაქცემა ჩემი თემატურია მითხა ხო მიხა შევიდა სუპერმარკეტში რა და რო გამოვიდა ძალიან ჩაფიქრებულია და მაგაცა რა ფიქრობ ბიჭო კვერცხის ფასი ვიკითხეო რა და თუ ისეთი აზრი მომივიდაო რომ დედალმა და მამალმა იჩხუბესო და ალიმენტს მევიხდიეს დედა ეს შაბათი კვირა გავატარე მშობლიურ სურამხაში გენაცვალე ავთო რა შევა ჩემი ძმაკაცი არ გინდა ხოლმე არის ასე კარგი მამაშვილობა აქვს ეთყობა რომ იქ გაატარა იქ 4 კაცის ჟაკეტი 3-ზე მეტი ვერა ორი დღე არ გამოფხიზლებულა მართლა და ძალიან საყვარელი ბიჭები არიან ერთ-ერთი ქონდა განსაკუთრებული იუბორის ნიჭი რა და დაზიკაშვილი გიგა ჩვენი მეგობარი ძმა და ის ყვება რომ ბაზარში შევედიო კურტკის საკითხს ზამთარი მოდის ხო და ხო იცი გამყიდველები შანსი არის რომ თვალი წაიგორდეს რაღაცას გაცვიაზებოდა რომ ხო შანსი არ არის და კურტკა მომეწონაო და აი ის კურტკა თუ შეიძლება მაგრამ არ მინდა არა რატო და პატარა ჩას რა სლაპარაკო შეტაზიო შეკერიდიო გადმომიღო და აი ესე რომ წამოვაცო ჯერ ხელები ასე მაქვს და ვერ მომაქო ახლოს რა ბიჭო კურტკა არ მოგიგოსო კურტკა მიდიო მეც ეხლა მეჭიდავები ამ კურტკას და როგორც იქნაო წამოვისიო ტაზე და ესე მაქვს ხელები კაი შტანგისტივით რა და როგორ მოგწოს ეს მეკითხებოდა რა ვიხე მე შემცვალ კარგიაო მე ხო და თუ კარგიაო ფული გადაიხადეო მოდი ჩაყავი ჯიმეში ხელი შენი და ვერ ვიგებ ახლა ვერ ვიქოდა შენტაზია ხო და ერთ კიდე მოყვევი რა ბარემ ეს ბიჭები არიან დისტრიბუციაში და თავის ბიზნესები აქვს და ერთ-ერთს მოგებული აქვს ისა რა ქვია ტენდერი დელფინარიუმს ყვევავს აჭმევს დელფინებს რა და ჩავიტანეთო დელფინებისთვის თევზებიო და რაღაც დასაჭერად არ გაუხადო საქმე არა საუკეთესო თევზი ჩავიტანეთო რა და ისე ეს სიამოვნაო დელფინსო ამოხტაო და წელამდე ამოვიდა და ასეკნაო ასეო და რა თვითონ და ზაფხულისთვის ეს წინა ადგილები თქვენიაო დელფინარიუმში აპატია მე მადლობას ვიმედი არა ნაბატია აბა ისო ეხლა კიდე ჭამაზე რა კი ბატონო დღეს ჭამაზე ვარ ორიენტირებული მოკლედ დალევა აბა დალევით უკვე ხარ დალეული უკვე. მისაყოლებელი ხო უნდა ხო და მამაშვილი იყვნენ ეხლა არ დავასახელებ რა როგორც ყოველთვის იგრე გამოთქვი მამაშვილი ხვდებით ვინც არიან კი ბატონო ხო და 90-იანი წლებია ბიჭო და ეხლა ხაში რესტორნები თბილისში ჭირს სად არის კახეთში რესტორანს რა უნდა რომ დელი პაყმელიაზე ხაში ჭამო რაღაც და თუ ხაში გინდა უნდა იყიდო რა გაიგორო სადღაც როხა დაიკლა სადღაც რაღაცა მოხდა და წავხვიდე და იყიდო გააკეთო შენ თვითონ მოხარჩო მოგლეთ ამ შვილმა მაიტანა გაიგორო როხა დაიკლა და ეს გასაკეთებელი ხაში პირდაპირ მაიტანა სახში და მამამის უთხრა რომ მაიტაო ხაში მოვიტანეო ორივე მაგარი მჭამელები მოკეიფები მაიტაო გავაკეთო თუ და დილაზე უბანმა ვიქეიფოთო ეხლა ორნი ხო ვერ შეჭამენ ამდენ ხაში მამამის მომთხრა მე ხაში არ მიყვარცო და ეგე შენაო ეგე უბანიო რაც გინდა იცაკენიო გინდა წავიდა საკეიფოთ დილა თენდება და სიტუაცია არის ამგვარი რომ ეს 1-40 კაცზე გაშლილი მაგიდები ნიორი პური არადი 4 ხვედრიანი ქვაბით ხაში და რიგში მთელი უბანი და მამამისი მეორე დგა რიგში პახმელიაზეა ეს ხო გავიწავიდა გაწყდა მეორე დგა ეს შვილი ასხავს ჩამჩით იქ განაწილებაზე დგა რომ ყველას დაურიგოს პირველი ჯონდო დგა ამის მეზობელი ჯონდოს ყველაფერი ბარაქიანად დაუსხა და მამამის ერთ საწუნე წვენი დაუსხა მარტო ჯო გაგიჟდა ეკაცი კაცო ხან ჯამს შეიხედავს ხან ჯონდოი შეიხედავს შვილ შეიხედავს ვერ მიხვდა რა მოხდა ეს რა არისო შვილო უთხრა ეს ის არისო რომ შენაო წუხელო თავი თვითეო გენაცვალეო და იცი რა ხელაპატივიმცა ჯონდომო წუხელო თელი ხაჩი ამან გააკეთაო შესაბამისათო ამან დაიმსახურაო შენ არაო კარგიო აიგრია მატერიალი და უკან ჩაგვარა თუ წუხელ ჯონდომ ამდენი პატივი იქცაო მაშინ ამაღამ დედაც ამან
წავიდა მე წავედი საბაგიერო მოდი გოგოები ხა მარიამს სულ ახლა გორწილი ქონდა მიულოცოთ კიდევ დავათხოვე ჩემი ეთო მოდი მარიამ რაღაცა მაგარი გაქვს ხოლმე შენახული და ნახოთ ეს უნდა მოყვე მანქანებზე ნუ მანქანის ტარება რო ვისწავლე თავიდან ვიცოდი მარტო წინ სიარული და ყველა რაღაცა დინჯად ყובה კახურა მე მიწოლა ვიცოდი ტარება რო ვისწავლე შენ ეხლაც არიცი მე ვისწავლე მაინც დამეშვა საბურავი და დავურეკე მამა ჩემს რომ მამა მეთქი საბურავი დამეშვა რა გავაკეთო აი მგონია რომ გავაფუჭე ყველაფერი და როგორ არისო ხა ძალიან არისო რომ სახლამდე მოხვალო აინტერესებს და არა მეთქი მარტო ქვემოდან არის დაშვებული მეთქი აცხონო შენი ფიზიკის მასწავლებელი გურჯანელზე რომ მოგეყოლა კიდე და ამინთო რაღაცა მერთხელ ეს სხვა ისტორია ამინთო რაღაცამ და ნუ ჩავარდი პანიკაში რომ მანქანაში რაღაცა ანთია და ვერ ვიგებ რა არის და გავიგე ელექტრიკი მეგრელას ნომერი და დავურეკე და ვუხსნი რომ ესე რაღაცა ხაზია ორი რკალი მერე წერტილი ეს ანთია რა უნდა გავაკეთოთ და მუშაობ ეხლა და ხვალ მოდიო ნახავო და ჩავაქროფო რაღაცა ენთო არ მაკმაყოფილებს ეს პასუხი რომ ხვალ მგონია რომ სადმე გავჩერდები და ეხლავე მინდა და აი მეთქი ესე ანთია და აი რომ მოვალ კაპოტს ახდით თუ როგორ და მინდა რომ ყველაფერი გავიგო როგორ გაკეთდება და ხო ხვალვე იქნება და ხვალ 10 საათზე მოდითო და აუცილებლადო ნახავო და შევხედოთო რა იქნება კიდე ვერ ვისვენებ ცოტა ხანში კიდე დაურეკე მეთქი აი ხვალ 10-ზე რომ მოვალ ესე 11-12-ის ნახევარზე ხო იქნება და მესმის აი ესეთი ხნეშა და ქალბატონო ბნელ ოთახში ცოცხალ ბალღებს ვაკეთებოდა მაგას ვერ გავაკეთებო ეგ მეგრელა იყო შენ ქორწილში წუთ სოფელი რომ ამაძულა რო ვერ ვაჩერებდი სამსოროგზე ჩალახოსაც ეკონდა ყველაფერზე ჩალახოსაც ეკონდა აღარ ჩემ ეხლა ის მინდა სოფოს ისტორია არის ეხლა ვიცით რა ფეხბურთი როგორი აქტუალური ამ კვარაცხალობით და რა ვიცი მაგარი ფინალი ძველოდება ძალიან ჩემპიონატის და რაღაცაზე საუბრობთ გადაღებაზე და ესეთი ისტორია მოყვა ნუ და აი მინდა მოყვე შენი დამოკიდებულება ფეხბურთი მიხვდებით ყველა აბა გისმენ ძალიან მოგვენატრეთ და ძალიან გვიხარია და მე პირადად ძალიან მიხარია რუსთავიორზე ვართ ისევ საღამოსაც საათზე და როგორც იქნა დაუბრუნდით ჩვენ სახლს. ეხლა რაც შეეხება ისტორიას, ხო? მე და ფეხბურთი ძალიან ისეთ დამოკიდებულებაში ვიყავით თავიდან რა. ეხლა კი ძალიან კარგ დამოკიდებულებაში ვარ და გავერკვიე ყველაფერს. ფეხბურთიც მაგას ამბობს სულ. ხო, ვიცი, მომივიდა ხმები ხო და ერთხელ ჩემი ერთ-ერთი მეგობრის საგულშემატკივროდ წავედით მთელი ესეთი სამეგობროს დიდი რაზმი ლოკომოტივის სტადიონზე, სადაც იყო ძალიან გადამწყვეტი მატჩი. და ვსხედვართ, ნუ სავსეა დარბაზი კი არა და ტრიბუნები მოკლედ სტადიონის და მიდის გაცხარებული თამაში და ხალხი როგორ ქომაგობს, ზოგი იგინება, ზოგი რაღაცა, ნუ აი ეს ბუნებრივია რასაკვირველია და ძალიან მრავლად მესმის აი ესეთი, ნუ როგორ ჩანს იძახიან, რომ გოლი, ნუ ხო ბუნებრივია და ანუ მე რატო ჩავთვალე რომ რაღაცა სხვა რაღაცას იძახოთ და ჩემ მეგობარს ვეუბნები რომ კაცო ვინ არის ეს გოგი მეთქი? ყველა მთელი ტრიბუნები მაგას გულშემატკივრობენ. ისეთი დავიცინე. გოგი, რატოღაც მეგონა ვიღაცა გოგის გულშემატკივრობდა მთელი ტრიბუნა და ნუ აი მის მერე უნდა წაიყვანო საგულშემატკივროდ. აი ერთი გამახსენდა უცბად მოვყვები რა. კარგი ხარ ბიჭო ბალღი მივიდაო მეგობარი მიყვება რომ ჩვენი სოფლელი ბალღიო მამამის მიადგაო რა რომ მამიო აეგრე შრება თან როგორც არის რა ჩვენ რო გიყვარს ხოლმე აეგრე თითით აეგრე რა 20-იანი ღვინო წავაგეო ჩასაბარებელი მაგ თავანი მაქვს ეს გაგიჟდა ბიჭო 12 წლისაა ბალღი ეხლა რა თავანი შვილო ხო არ გაიგიჟდი ფიქრებში ეხლა სეკაში წააგო ნარჩი წააგო კარჩი წააგო რაში წააგო არც ვაიმე გაგიჟდა მომც რაში წააგე შვილო აი ფეხბურთშიო
ფეხბურთზე ცოტა მეეშვა. ვის ეთამაშეო? არავინეო. ლოთი ბონდო იყო, სპირტავანო და ჭაჭიბურნა ჯემალაო. აი რა თხლაფა გაადინა პირდაპირ. მე შენი დედა ეგელი ღვინი გულითვინ მანჩესტერ მოუგებე. მაგას ფეხბურთი ღვინოზე როგორ ეთამაშა ეგელი ღვინითვინ კარგია, ესე იგი, ახლა რა მინდა რო ვთქვა, რატი სხვათა შორის რატისთან მინდა ალავერდი ვიყო. ბატონი რატი სულ ახლახან ერთი დღეა ფაქტურად რამოდენიმე საათია თურქეთიდან ჩამომზადა ქართული არის მიზმერაბა რატი სხვათა შორის ფესტივალზე ჩაგეთვალა მერაბა ეს და მე თურქულად ვეთყვი სხვათა შორის რატის როგორც ის ქორეოგრაფია და თავის ბავშვები ყავდა ანსამბლი წაყვანილი თურქეთში სადაც პირველი ადგილი აიღო და მიულოცოთ ოჩაღ რატი რამე ხო არ მოხდა ისეთი იქ შეეშალა სიმღერის ფესტივალზე სიმღერის ფესტივალი სხვათა შორის მეც ეგ დამირეკა რომ მითხრა რომ აი პატიკო პირველი ადგილი ავიღეთ ცოტა უხერხული პაუზა იყო და რატო გაჩვიმდნენ და მეთქი რა ვიცი ხლა თურქებთან აიღებდი პირველად რა ქართველები იყვნენ მაიმუნები ქართული სიტყვაში მოგეთ პირველ რიგში მადლობა მინდა მაყურებელს ჩვენს ერთგულ მაყურებელს მადლობა გადაუხადო იმ ხარდაჭერისთვის და გულთბილი სიტყვებისთვის ასაც ისინი ჩვენთვის უკვე ითქვა არ ზოგავენ და არ იშურავენ და ასევე მადლობა მინდა რუსთავი ორის ხელმძღვანელობას გადაუხადო რომ ჩვენი ეს უნიკალური სერიალი და უმაგრესი სერიალი ნამდვილად დაბრუნდა თავის ადგილზე და მადლობა მათ. რაც შეეხება ეხა გასტროლს ანსამბლმა მართლა წარჩინებით გაიარა გასტროლი პირველი ადგილი ავიღეთ და მიულოცავ ყველა ანსამბლის წევრს ამ გამარჯვებას და მოხდა ესეთი ფაქტი რა. ძალიან მაგარ სასტუმროში ვარ დაბინავებული 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მომსახურეობა არის უმაღლესი დონის და წერალ ნიკა მაგნიშა რომ მე თურქული კარგად არ ვიცი და მე ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე სადილის პერიოდია და სადილს მივიტვეთ რა და მოგვიტანეს წვენი. და ხოშო მოგიდა ახლა ჭიქას ხელი, ნუ მიაყოლოს საჭმელს და წვენი უნდა მიიღოს რა. ამ დროს მოდის ბაბოჩკით ესე თურქი ოფიციანტი მომსახურე პერსონალი. მოსწავლეს ეუბნება ჩემსას. ჩათლახ ბარდაკ. სვანურხაზე წავედი მურისხის აუცდი და რამე და რაც ეუბნება? ჩათლახ ბარდაკ. მე მგონა ჩემს მოსწავლეს ახლა ლანძღავს ამას ეუბნება. კაი რამეა. გავეკაჩე რა, წავიდა ისეთი და ეხაში მე შემომიტყია და ჩათლახ ბარდაკ მეუბნება და მე ვარ ბიჭო ჩათლახ. მოგეთ წავიდა იქ სვანურ თურქული ჭიდაობა, მოგეცელებათ ბაბოჩკა ძის დავარდა და თურმე რას ნიშნავს? თურქულად არის ჭიქა გაბზარულიაო რა. ჩათლახ ბარდაკ და ის მე მიფიქრდება და მე მგონა ლანძღავს რა. მოგეთ სპეციალურად სანიშნავს არ უნდა იცოდე გა. ზეგან არ ვთქვი სპეციალურად რატი ეს გასტროლი თუ ფესტივალი შარშანი იყო და ახალი გამოსულია და დაჭამოვიდა. ერთ ისტორიას მოყვები. ეხლა ამ რამოდენიმე დღის წინ მომიყვნენ. რაჭაში მოხდა ესეთი ამბავი რა. ოჯახის უფროსი სახში არის, შესული ტელევიზორი აქვს ჩართული და ოჯახის წევრები, მეუღლე, შვილები ეზოში რაღაცას ამზადებენ, საგაზაფხულო მუშაობა მიდის რა და ამ კაცმა ნახა ტელევიზორში გადის რემბო. ფილმი რემბო და ნახა რომ ეს ტიპი კაი ძლიერი ტიპი ჩანს რა და მოეწონა რა, თვითონ რემბოს პერსონაჟი მოეწონა და რა გააკეთოს. ახლა წავიდა აივანზე და ეძახის ცოლშვილს. ამოდით და ამოვიდა და ეს ცოლშვილი დასვა ესე და ტელევიზორს აყურებინებს და ეს რემბო ახლა ბოლოსკენ გადის რა და გარნიზონში შედის მოკლედ ეს რემბო და მთელ გარნიზონს ააფეთქებს ყველას დახოცავს და გამარჯვებული გამოდის მარტო ერთი კაცი რა ეს რემბო და ესე მტვერს გადაიფეთქავს რა იმაზე რა და დავთავრდა ფილმი და ყველა არის ესე მიშტერებული ტელევიზორს უყურებს და ეს გაჭველი ადგა და ეგა ვარ მე გეგე გისმენთ მიხადა თავის გოგო ჩაჟდნენ ზამთარია ყინვა ვოლგა ყავთ ვასტაძინი
წარმოიდგინე ეხლა იმის გათხოვება, გახურება, ამაზე ზიან ეს ეყივაში ვაფშე ყირვა. გავიდე შვილი ეკტე მამიო, რატო არ მივდივარ თუ და მანქანას ვათმობდი. რითი მამაკითო. ესე იგი მართლა ისეთი ამბავია ნონა ჩემო კარგო რო აკაკუნებ თითებს ღელა უკვე ჩემამდე ხო უკვე გადავთვალე ხო და მინდოდა რა ორი სიტყვა გეთქვა შეც რაც გდიბავს ორი სიტყვა რა არის გიგი რითაც დაიწყო იმას ვიტყვი მეც რომ მაყურებელით რაღაცა გარკვეული რაოდენობა ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი მაგრამ წუხდა იმის გამო რომ ამ არხს კომედია არხს ვერ იჭერდა და სადახართ რა როგორ უნდა გიპოვოთ და აი ამის გამო და ეხლა აი ძალიან გახარებულია მაყურებელი მაგრამ ჩვენზე მეტად არა ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი და მადლობა ისევ რა თქმა უნდა მაყურებელს და მადლობა იმ ადამიანებს ვინც ეს გადაწყვიტა და დაგვაბრუნა თავის ადგილზე ის რაც არ მithქვამს მაგრამ სულ ყოველთვის მინდოდა რომ მეთქვა პაატა პირადად შენ მინდა გითხრა მადლობა იმის გამო რომ ძალიან დიდ мотивაციას აძლევ მსახიობებს და მადლობა ამისთვის. მე ხლა ერთი ლექსი რო წავიკითხო თუ შეიძლება. დიდი სიამოვნებით. საინტერესო. რო ავთქი თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. ბიჭებმაც შეიძლება რაღაცაც გამოგაყოლონ თუ ნახოთ. თუ კი აპლოდისმენტები მაროს. მანანა ჩიტიშვილი, პაპის ნათქვა. წყაროზე ვიყავი. ლაფანი დავალბე. წერილს კითხულობდა მარტიან თლელაო. რაც ქალაქს დავედი, ბალღი იწერება, სულ ყველა მენატრება. ყველაო. ჭედლიანთ გოგოც ეგრე იწერება. მახარეს ბიჭიც ციპრუ აგენა. გვაგონდებაო, გვენატრებაო. აკარგები ყოფილან, უყურე შენა. ვითომ და დარდით არ არიან, მაგათ გულზე ბოღმა არ დაგორდება. აბა, ებარი მააგონდეთ. აბა, ეთოხი მააგონდეთ. აბა, ეცელი მააგონდეთ. სულ რომ ყვავილები აგონდებათ. სოფლური, პურის სუნი ენატრებათ. განა ის მზეში რომ ყადაც მკიან, სხვისი მამკილი და გამამცხარი, ჰო, რატო არა, კარგი კია. ვენახი, მარტო ღვინო თუ გქონიათ, ქვევში ჩასხმული რომ მაიხმარონ, საქმე იქით იყოს, აბა სადონ, დღეში თითოჯერ, ვაზებთან მაიხარ. ბალახს ნატრულობენ, თითქო იმისა, ზედ გაიშხლართო და მაისვენო. ბალახი არ იყო, თიდან რომ აქონდა, ვანოს დაეცა და დაიტანა. აბა, ის ბალახიც გაიხსენო. ბებერი ხარისა, რქანიცა ხნავენო. იმიტომ თუა, სოფლებს რომ ჩვენ გვანდობენ, ვაზი გადახმაო, კერა გადაქრაო. გაზეთში ლამაზად ხომ დარდობენ, მაგრა იყავითო. იქიდან გვარიგებენ, რამდენი სიტყვებია, რა გოდება. ხვალ აი ახუებს, ვინ გაიტეხს თორე? ხვალ აი ნაფუძრებს, ვინ დაითეს თორე? განჩენ ძაღლები, მარტო ყვავილები აგონდებათ. ბრავო, ყველა მსახიობს აქვს თავისი ბედი, რაღაცნაირად ასე ხდება ხოლმე, აი მოიცა ეს რა, მე რასაც გთავაზობენ, იმას თამაშობ და იმას აკეთებ და მიდის ეს ცხოვრება. ეს რა არის ქალბატონივეთ? დიახ, ესეა. რას გვეტყვით? მადლობა მეც მინდა უთხრა, რომ გადმოვედით რუსთავი 2-ზე და გახარებულია ჩვენი მაყურებელი, ვინც როგორი ცეცხლოვანია როლში და როგორი მშვიდია. აი მე ერთ მონოლოგს წავიკითხა. ცოტა ამ სიცილის შემდეგ კი ცოტა ის არის დაგამძიმებთ, მაგრამ ვეცდები რომ დიდი სიამოვნებით. ვინ ვართ ჩვენ? რა ხალხი ვართ? არ გვემღერება უმღერით?
არ გვეცეკვება ცეკვავთ ასე რომ ხშირად ლუკმა პურის მაძიებელნი ქანს გაწყვეტილნი დავეხეტებით ხანსად და ხანსად სპექტაკლის შემდეგ ბრუნდები შინ ჯერ კიდევ ყურში ტაშის ხმა გესმის დიდ ლამას თაიგულს ლარნაკშიდებ და მაშინვე ცხოვრება თავის თავს გახსენებს სახლი დაულაგებელია ხვალინდელი სადილი გასაკეთებელია ოჯახის წევრები გებუსღუნებიან და დგახარ ნეტა ვიცოდე რა ძალა გვადგას რას ვიბრძვით ამ ახალი როლებისათვის თეატრში სასწაულები ხდება არ ვიცი რატომ ღვთიური თრთოლვა დაგეუფლება თრთოლვა სამ უნეტარესი და მაღლა მიგაქანებს უნდა ითამაშო ყოველნაირ ვითარებაში ერთ შვენიერ დღეს კი წახვალ შენგან აღარაფერი დარჩება ყველაფერი შარშანდელი თოვლივით ქრება ბრავო აი ეგარი ეს არის ჩვენი ცხოვრება კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას მობრძანებისთვის სანამ ჩვენ ასე ვთქვათ დავემშვიდობებით სიმღერით მე მინდა რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს და უთხრა რომ ესე იგი 16 მაისს ამ შაბათ-კვირას უკვე საღამოს 10-ზე კურიერის მერე რუსთავი 2-ზე იხილავთ მიხოს და მაროს და აქვე ჩემო ნიკოლოზ ყველა სახელით, შენი სახელით, ქსოვრელების სახელით, ერის და რუსთავი 2-ის სახელით დიდი მადლობა მინდა უთხრა დათას რომ დღეს გაიხარჯა, მოვიდა და გაიხარჯა დადო ყველაფერი და გამიფერა მადლობა რამ გადაგრია კარგი დღეისთვის სულ ეს იყო ახლა კი ჩვენი საფინალო სიმღერა ამბიდგი ბრუნდებით მოგვისმინეთ იზლას ვიყოთ ხალხო ნუ მოვოდუნდებით 16 მაისს დაელოდეთ მიხო მაროს ჩვენი ისევ რუსთავი 2-ზე ბრუნდებით 16 მაისს დაელოდეთ მიხო მაროს ჩვენი ისევ რუსთავი 2-ზე ბრუნდებით შაბათ-კვირას 10-ზე სულ გვიყურეთ გელოდებათ სერიები ახალი ჩვენზე იყოს სახალისო ამბები და თქვენზე კიდევ გულიანი ხარხარი ჩვენზე იყოს სახალისო ამბები და თქვენზე კიდევ გულიანი ხარხარი იმკურნალებს სახალისო იუმორით ჯერჯერობით მხოლოდ შაბათ-კვირა დღე აქტობრივად ექიმები გამოვდივართ სიცილი ხომ ახალძლივებს სიცოცხლეს აქტობრივად ექიმები გამოვდივართ სიცილი ხომ ახალძლივებს სიცოცხლეს რეიტინგებს თუ შევხედავთ პირველზე ვარ არ სჭირდება მინუს პლუს სათვალე მაყურებლის გვერდში დგომით სიყვარულით სულ გვიჭირავს ღირსეულად სათავე მაყურებლის გვერდში დგომით სიყვარულით სულ გვიჭირავს ღირსეულად სათავე რუსთავი 2-ს ჩაუჯექით გელოდებით ზოგისთვის ხომ ეს ისედაც ჰობია მიხო და მაროს უყურეთ გაერთობით ასჩენად ქვამს ერთხელ ნახოთ შობია მიხო და მაროს უყურეთ გაერთობით ასჩენად ქვამს ერთხელ ნახოთ შობია